ცოტათი საფრთხის შემცველია ეს მწვრთნელისთვის, ესეთი გუნდის დაჭერა არის ძალიან ჰუმანურობა და კმაყოფილება უნდა მოვიშოროთ ჩემი განცდებიდან და გუნდს ისევ დისციპლინა, ისევ შრომა, ისევ თავდადება და ბრძოლა უნდა მოვთხოვ და ეს ძალიან მარტივია. მე ვარ ლაშა გუჯეჯიანი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ამ მწვრთნელი ძიუდოდან უფრო მეტ სიამოვნებას ვღებულობ, ვიდრე ვიღებდი სპორტსმენ. მე მივყვები ძალიან ტალანტურ და ძალიან წარმატებულ ძიუდოისტებს და მათთან ერთად ვიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას. პარიზის ოლიმპიური თამაშები იმითიც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო, რასაც 2 ვერცხლის და ოქროს მედალი ქვია. მაგრამ საქართველოში ეს ძალიან მცირეა ქართველი ხალხის და ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ქართული ხალხი არ არის ამით კმაყოფილი. მე მესმის, რომ მაქსიმალისტები ვარ და მეც მასეთი ადამიანი, მეც ქართველი ვარ. ჩემს გონებაში აუცილებლად მას ერქვა გაუმართლებლობა. და ეს არ ყოფილა რაღაცა მძიმედ ასატანიან, გადასატანი, იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ზღაპარი ძალიან ლამაზად დამთავრდებოდა და ჩვენ აუცილებლად გვექნებოდა ოქრო. რაც შეეხება ტატოს ასპარეზობას, რა თქმა უნდა, ის ჩემპიონი ასპარეზობდა. არის იქ ფსიქოლოგიური დეტალები, რაზეც შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ამ შემთხვევაში იგივე ჩემპიონია დღესაც ტატო, ჯანმრთელია და ისევ მენტალურად ძალიან ძლიერია და ვფიქრობ, რომ არაერთ გამარჯვებას იზეიმებს. რაც შეეხება ილია სულამანიძის ამ მარცხს, რომელიც ესე შემეხომე, მან ყველაფერი გააკეთა იმ შეხვედრაში ოლიმპიური ჩემპიონობისთვის, ჩვენ დაგვირთმო და ეს იყო ძალიან მტკივნეული გადასატანი ჩემთვის. ოქროს მედლის გარეშე დარჩენა იყო ჩემთვის სტრესი, მომაკვდინებელი და ჯანმრთელობის შემტყევი ფაქტორი. ამ შემთხვევაში გვიწევს ძალიან დიდი და ძალიან ფენომენალური სპორტსმენის შეფასება, რომელსაც ლაშა ბექაური ქვია. ის არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩვეულებრივ ფენომენს და ლეგენდას ქართული ძიუდოს ვარქმევ და არა მარტო ქართული ძიუდოს, ის მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა. პოდიუმზე რომ ლაშა გახდა უკვე მეორეჯერ ოლიმპიური ჩემპიონი, მე ვეუბნები, რომ ლაშა, შენ უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ხარ. მაგრამ ლაშა მომიბრუნდა და მეუბნება, რომ თან ჯერ 23 წლის ვარ. ერთ ტატამიდან არ არის გამოსული და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა კაცი და მას თავისი ასაკი ახსოვს. მე არ მგონია ვინმეს თავისი ასაკი ახსოვდეს, მაშინ როცა ის ოლიმპიური ჩემპიონი ხდება. ფიქრობს, რომ მესამე ოლიმპიადა კიდევ მას შეუძლია რომ მოიგოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის და რაც შეეხება თვითონ გეგმას და მიზანს, მეც იმ ნაწილში გადავდივარ, რომ მინდა რომ მაქსიმალური შედეგი დაიდოს, ფაქტი რომ ჩემი გულშემატკივარი და ჩვენი ქართული ძიუდოს გულშემატკივარი არ გავაწყვეტ.